რაიმე იქ მიწერე, რომ რაიმე უკეთესი მოგწერონ რა. თქვენ რა ქვიათ? ბატონო? სოსო. თქვენ ცოტა უკეთესი, მაღალ კომპეტენტური, ცოტა უფრო მწოდნე რო ყავდეთ იქიდან ვიღაცა. ამას არ დაგისმენთ და გეტყოდა რომ კაცო გაანებე თავი იმ გადაეციეს. რატო არ მაძლევთ შესაძლებლობას თქვენს ეთერში რომ აი ამ ყველა ბრალდებებს არ მინდა 3 წლის განმავლობაში რაც ბრალდებები დააგროვეს. აი მაგალითად ვინ არის მოღალატე? აი დღეს ხო საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო და უფრო იაზრებენ რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. აი რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესი? მაგალითად იმას, როდესაც შენ ევროკავშირის ყველაზე ლიდერი სახელმწიფოების ხელმძღვანელები გეუბნებიან, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია, შემოდით. და შენ არ შედიხარ. იმიტომ რომ ამბობ, რომ ასეთი ევროპა არ მინდა, იქ რაღაცას ატყვილებ აქ ხალხს, რაღაც ისულელებს ბოდიალობ. აი ეს არის თუ არა ღალატი საქართველოს ინტერესების, ჩვენი წარსულის, ჩვენი მომავლის. ადამიანები უკვე ქუჩაში რო დადიან, ისინი გრძნობენ რა არის კორუფცია და რა არის ნეპოტიზმი. აი კორუფცია არის ქვეყნის ღალატი? აი შენ როდესაც სოციალურად დაუცველ ადამიანებს, გაღატაკებულ ადამიანებს ეუბნები რომ ეხლა წამოდი და ხმა მომეცი, თორე სოციალურ დაუცველ სტატუსს მოგიხსნი. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი თუ არ არის? დიდი სიამოვნებით ავხსნიდი რა არის ღალატი იმედის პირდაპირ ეთერში. მე ვფიქრობ რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ძალიან დაინტერესებდათ